რა ხდება რა პროცესი? მოდი ჯერ თან ჩამოვაყალიბოთ ეს მოთხოვნებისაც ვიტყვი, იმიტომ რომ რატო გაჩერებული მაგაზე ხა ჩვენ დეტალურად ძნელი სათქმელია. იქიდან გამომდინარე რომ კომპანიის და სამზარეულოს არავინ გასაიდუმლოებულია მთელი პრობლემა რა არის. ამდენი ხანი მანდ მივდივარ, იმიტომ რომ ხა ეს ხო არის პირველი კითხვა, რაღაცა ქარხანა გაჩერდა, მუშები აწყობენ პროტესტს. ხო პირველი კითხვა, რომელიც ადამიანს ლოგიკურად უჩნდება, გასაგებია, რატო გაჩერდა ქარხანა? ხო, და მაგაზე პასუხი არ გვაქვს, იმიტომ რომ ხო ის აუცრება, ხელშეკრულება არ არის საჯარო. ცნობილი გარკვეული არ არის არც ხელშეკრულება, არც ზოგადად რა პრინციპით ფუნქციონირებს ეს საწარმო მოთხოვნები, რომელიც აი ესე აქტიურად განიხილება ხოლმე, არანაირი ეს ჩამოყალიბებული პასუხები საზოგადოებისთვის, რომ გარკვეული იყოს რა პასუხს აძლევს ხელისუფლება ამ ყველაფერზე. ხელისუფლების ეს მართველი რგოლი, რომელიც ამ კომპანიაშია, მართველი რგოლიც ხელისუფლების მიერ დანიშნული ჯგუფები იყო, რომლებსაც თითქოს უნდა დაერეგულირებინა წლების განმავლობაში ვითარება, ოღონდ არ დაარეგულირება. რა მოგებას იღებს ეს კომპანია, რა არის გასაღების მიმართულება, რა სირთულეებია ამასთან დაკავშირებით, რა გრჩება ჩვენ აქედან, რა წილი გრჩება, ვისია სინამდვილეში ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, იმდენად გასაიდუმლოებულია ეს ყველაფერი, რომ საბოლოო ჯამში რეაგირების მექანიზმი, რა მექანიზმი დარჩენია საზოგადოებას, გაურკვეველი რჩება. და იქ ადგილზე ახლა ადამიანები, რომლებსაც წლიდან წლამდე გაუსაძლისი მდგომარეობა აქვს, რაღაც ეტაპზე შეძლებენ ხოლმე ორგანიზებას და წინააღმდეგობის აწევას, ოღონდ ისიც მაქსიმუმ დამთავრდეს რაღაცა მიზერული დათმობებით მთავრობის მხრიდან, ან შეიძლება ეგეც არ მოხდეს, რაღაც მიზერული დათმობებით და საბოლოო ჯამში დაუსრულებლად ეგ პროცესი გრძელდება. ეგ არის რეალობა, რომელიც დგას ახლა იქ იქაურობისთვის და აი ჩამონათვალი დაახლოებით მოთხოვნების არის შემდეგი, ითხოვენ მთავრობასთან შეხვედრას, ითხოვენ რომ ინვესტორი გავიდეს კომპანიიდან და სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა კომპანიის მუშაობაზე, ანუ მოსახლეობის წინაშე იყოს პასუხისმგებელი ის, ვინც მართავს საერთო რესურსს. აი მარგანეცის გატანიდან მიღებული მოგების ნაწილი რჩებოდეს ადგილზე რაიონის ხმარდებოდეს რაიონის მოთხოვნების გადასაჭრელად რჩებოდეს ადგილზე. იქ ქალაქში და იქ მუნიციპალიტეტში მუშაობდეს უფასო ტრანსპორტი, იმიტომ რომ ბევრი სოფლებიდან მიდის და ისე მუშაობს მაღაროებში და ტრანსპორტი არის გაუმართავი და ასევე მოთხოვნა არის, რომ ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები იყოს დარეგულირებული და ამაზე ზრუნავდეს მთავრობა. ეს არის მოთხოვნები და ამის გარეშე სინამდვილეში, ანუ მთავრობა თუ არ ჩაერია და ვიღაცა თუ არ იყო ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ამ საკითხში, რა მექანიზმები არსებობს, რომ ხალხის ინტერესები მან დაცული იყოს. ანუ აი როგორ უნდა დაიცვა. კაი, მოდი აი კომპანია, მისი საკუთრება, ანუ მეორე მხრიდან გავაჟღერებ მეგრე დაალაგა. მეორე მხრიდან გავაჟღერებ არგუმენტს, ხო, აი კლასიკური ლიბერტარიანული ესეთი არგუმენტი, რომ რავი, კერძო ინვესტორია და რავი, ეხა მოგებას ვერ ნახულობს, გააჩერა თავის საწარმო, რა გინდათ? ხო და აი კერძო ბიზნესია რა, იმისია და ხო, ანუ გააჩერა და აღარ უნდა მუშაობა და ვინ გეკითხება თქვენგან სახელმწიფოს, ეგრეც ხო აყენებს ხალხს. ხო და მასე თუ მაგ პრინციპებს ავიღებთ პრინციპებად, ხო. მაშინ ვერაფერს ვერ მოედავებ. თუ პრინციპებად ავიღებთ საკითხს ეგრე რომ თუ ეგრე დავაყენებთ საკითხს, რომ აი რაღაცა რომ გავყიდეთ, ეს გაყიდვა მოსულა, ყველაფრის გაყიდვა მოსულა და ეს რომ გავყიდეთ ახლა იმისი საკუთრება და იმან უნდა განკარგოს ამის რაღაც მოხმარების პრინციპები და როცა აღარ აწყობს იქ, აღარ ამუშავებს, რომ აღარ ამუშავებს, მე აღარ უნაზღაურებს ხელფას, არც არანაირი სარეზერვო ფონდი იქნებოდა, რომ აი ახლა რაღაც დროის განმავლობაში შევჩერდით და მოდი ახლა ხელფასების მარაგები გქონდეს იმისთვის, რომ აუნაზღაურთ. ეგეთ რაღაცებზე არავინ არ არც ეკოლოგიაზე არავინ არ ფიქრობს. არავინ ეგეთ რაღაცებზე არ ფიქრობს.
ეგრე თუ მაგ პრინციპებით ვალაგებთ, ხო, მაგის უფლება ექნება ინვესტორს. კაი, მაგაშია სინამდვილეში. ესე იგი, თუ ჩვენ იმ ოფიციალურ, ესე ვთქვათ, რაც გამოცხადებული გვაქვს ეკონომიკურ სტრატეგია და პოლიტიკა ქვეყნის იმას გავყვებით, დიდად ვერ ხერხდება ვერაფერზე მომოდაება, ანუ ოფიციალური პოლიტიკა გვაქვს სინამდვილეში არასწორი, იმიტომ რომ მთელ რიგ აი ესენი ხო ყველაფერში ევროპულ გამოცდილებას იხმარენ ხოლმე. ოღონდ რაც მართლა გასათვალისწინებელია, იმას არ ითვალისწინებენ. დასავლეთში როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროპაში არის ეგეთი ცნება, რომ შენ რო რაღაცის ლიცენზიას გაძლევენ, აი მაგალითად აიქ მოიპოვე რაღაცა აკეთე. შენ თუ მაგას რეალიზებას არ უკეთებ, აი რაღაცა წიაღისეულია და არ მოიპოვებ და არ სახელმწიფოს ჭირდება რომ ეგ მოპოვებადი იყოს, ხო? შენი საკუთრების უფლება იმაზე არ არის აბსოლუტური. და ნორმალურ ქვეყანას აუცილებლად ჩადებული აქვს ხოლმე ხელშეკრულებაში იმისი წინაპირობები, რომ შენ თუ მანდ ეს რაღაც ხო იცი სულხან-საბასი იგავი რო არის ძაღლი რო თივაზე ზის და არც თვითონაც რო ვერ ჭამს და სხვაცაც რო არ აჭმევს. მაგ პოზიციაში თუ გადახვედი როგორც კერძო მესაკუთრე, სახელმწიფო ერევა უკვე და შენი კერძო საკუთრება აბსოლუტური აღარ არის. ხო, მე მაგალითად აი რა აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როგორც შენ აღნიშნე, იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, რაშიც დღეს ვართ, მაგ კომპანიას აქვს უფლება, რომ რაც უნდა ის გააკეთოს, თუ უნდა დროებით გააჩერებს, თუ უნდა საერთოდ ყველას გაუშვებს იქიდან, იმიტომ რომ არანაირად არ არის პირველ რიგში დარეგულირებული ეს საკითხი, მშრომელების უფლებები არაფრით არ არის დარეგულირებული ერთი და ზოგადად აი ბუნებრივი რესურსების და სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის წიაღისეულის მიმართ ჩვენ გვაქვს უკიდურესად ლიბერტარიანული, უკიდურესად აი ეს კაპიტალისტური მიდგომები ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული, სადაც ეს ინვესტორის, ასე ვთქვათ, უფლებები არის 100%-ით გარანტირებული. რაც ჩემი აზრით სამართლიანად არც მიმაჩნია და მეორე თვალსაზრისით არც ეფექტური მგონია. აი მარტივ ლოგიკას მოვიყვან. კი ბატონო, ეხა მე რაღაც კომუნისტური იდეებს კი არ ვაფქვებ, მაგრამ აი მე ვარ ზოგადად აი ყველაფრის მიმართ ისეთი, აი ოქროშუალედის თვალსაზრისით უყურებ ყველაფერს და ლოგიკურად ვცდილობ ნებისმიერი საკითხი განვიხილო. ვიღაცა ინვესტორი თუ ააშენებს რაღაცა საკუთარ ქარხანას, აი არ ვიცი, რაც გინდა ის იყოს, რაღაცა ფეხსაცმელის იქნება ეს თუ იმის ტანსაცმლის თუ რაღაცა მნიშვნელობა არ აქვს. და თუ ეგეთ თავის ინვესტიციას ის გააჩერებს, შეზღუდავს, ან რაღაცა რეორგანიზაციას გაუკეთებს, კი ბატონო, მისი აშენებულია მანამდე იმ ტერიტორიაზე არაფერი არ იყო შესაბამისად, აქ რომ გარკვეულწილად ეს კაპიტალისტური მიდგომით ეს ამ ადამიანის საქმიანობა დავარეგულიროთ, კი ბატონო, მაგის მომხრე ვარ, რომ გარკვეულწილად სრული თავისუფლება მივცეთ ეგეთ, ასე ვთქვათ, ინვესტორებს და ეგეთ ბიზნესმენებს. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ რესურსებს, მან ჩემი აზრით სხვანაირი მიდგომაა საჭირო, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი რესურსები ამ ქვეყნის არის. ეს ბუნებრივი რესურსები მიწაშია. ვიღაცა ინვესტორის კი არ არის, ხალხის და სახელმწიფოსია. შესაბამისად, მის მიმართ, ანუ აი ამ ბუნებრივი რესურსების გარშემო ეკონომიკური საქმიანობის რეგულაცია, ჩემი აზრით, სხვანაირი პრინციპით უნდა ხორციელდებოდეს. მე საერთოდ მომხრე ვარ, რომ ეგეთ საკითხებში სახელმწიფო იყოს ჩარეული, კი ბატონო, იყოს რაღაცა კერძო კომპანიაც ჩარეული, ოღონდ სახელმწიფოსთან ერთად. კერძო კომპანიაც იმ თვალსაზრისით, თუ სახელმწიფოს არ აქვს იმდენი კაპიტალი, იმდენი ინვესტიცია, იმდენი ტექნოლოგია, რომ რაღაცა წიაღისეული მოიპოვოს, მაგ შემთხვევაში კი ბატონო, შეიძლება წილში შემოიყვანოს სახელმწიფომ და გარკვეული სარგებელი და გარკვეული, ასე ვთქვათ, ანაზღაურება იმ კერძო კომპანიამაც მიიღოს.
მაგრამ თუ სახელმწიფო თავად ერევა, თავად შეუძლია აი მაგ მარგანეცის მოპოვება ან სხვა რომელიღაც რაღაც წიაღისეულის. მაშინ ეს ინვესტორი საერთოდ რაში გჭირდება? ეს ძალიან მაინტერესებს ეგ საკითხი. მე რაღაც მინდა დავამატო და მე მგონი რა შეკითხვა მოვიდა. ხო, შეკითხვა არა, პოზიცია გაჟღერდა. მეც ვნახე გირჩი ისე ლაივია, ის მეორე თემაზე საუბარი და ცუდად გამოვიდეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ სხვა რომელის გულისხმობა. მაგაზე გადავალთ მაგაზე გადავალთ მაგაზე. ეხა მინდა გავაგრძელოთ იმაზე, რომ აი ზოგადად ეს მაგალითი, რაც პროტესტი არის დაწყებული, მაგ თემაზე არის მნიშვნელოვანი რა, რომ თვითონ მოთხოვნები, რაც პროტესტის მოთხოვნები, რაც არის დაყენებული, მაგ მოთხოვნებს თავიდან ბოლომდე ვიზიარებ იმ გაგებით, რომ მართლაც სახელმწიფოსი უნდა იყოს და მართლაც პასუხისმგებლობას მაგ შემთხვევაში უნდა იღებდეს სახელმწიფო და ძალიან საინტერესო რატოა ეს შემთხვევა ზოგადად. აი რომ დავაკვირდეთ, როცა საუბარი არის პროტესტზე რაღაც რეგიონში ქართველების პროტესტია, ხო? რამდენად სწორი ფორმით ხდება მოთხოვნების დაყენება. და ამ პროტესტს სინამდვილეში ხელისუფლება უპირისპირდება რანაირი პოლიტიკით და რანაირი პოლიტიკას ატარებს ასეთ შემთხვევაში. აი ამ პროტესტს რაღაცნაირად აი ჩააცხრობს, გაწელავს, დაღლის თუ რაც ქვია მაგ პროტესტს. ყურადღებას გადაიტანს სხვაგან, გაწელავს და სინამდვილეში საქართველოში რანაირი პოლიტიკა. აი საქართველოში მუშები როცა ასეთ სახელმწიფოებრივ მოთხოვნებს აყენებენ, მაგაზე მთავრობას აქვს ხოლმე ასეთი პასუხი, რომ მოდი მაშინ შემოვიყვან სხვა ქვეყნიდან იაფ მუშა ხელს და მათთვის ნაკლებად პრეტენზიულ მუშახელს შემოვიყვან. ასეთი პოლიტიკა დღეს საქართველოში. იმიტომ რომ ფაქტია, რომ აი უყურე ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა რატოა. ანუ ადამიანები, ვინც მუშაობენ, უკმაყოფილებას აპროტესტებენ რანაირი მოთხოვნებით. ასე სხვა ქვეყნიდან შემოყვანილი მუშახელი ამ მოთხოვნებს ხო არასდროს არ დააყენებს იმ მოთხოვნას, რომ მოდი სახელმწიფოს აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. და ეგ არის მნიშვნელოვანი, როცა ვლაპარაკობთ იმას, რომ ზოგადად პოლიტიკის მიდგომა არის არასწორი ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად აი ეს რაღაც მხოლოდ ბიზნეს გარემო, სადაც ეროვნული და ნაციონალური ინტერესები არ არის გათვალისწინებული, მხოლოდ რაღაც ველური ბიზნეს გარემოა გათვალისწინებული, ეგ არის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა, სადაც იჩაგრება ხალხი, სადაც ადამიანები რაღაც ძალიან რთულ პირობებში მუშაობენ და როცა ისინი აპროტესტებენ, მათ უპირისპირდება პოლიტიკა ისეთი, რომ კაი თქვენ აპროტესტებთ, მაშინ მე საერთოდ ეხლა ისეთ პოლიტიკას გავატარებ, რომ სხვა ქვეყნიდან შემოვიყვან იაფ მუშახელს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. აქ ჩვენ გვჭირდება პირობები, სადაც ადგილობრივი მართლაც რეგიონში თუ კი რაღაც მოიპოვება, მათი ინტერესებია გათვალისწინებული, სადაც სახელმწიფო არის უზრუნველყოფელი და სახელმწიფო იცავს რაღაც პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. ეგ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სტრატეგიულ ობიექტებს ერთ რაღაცას დავამატებ კიდე, მოდი რა, აი სინამდვილეში ეგ როგორ ფუნქციონირებს, ბოლომდე რო ავხსნათ რა. ძალიან კომფორტულია ეხლანდელი მდგომარეობა, რატო იცი? საქართველოს პატარა ქვეყანა არის და ის ინფორმაცია, რაც მუსირებს ეგეთ დიდ ობიექტებზე, აი ჭიათურის ობიექტები იქნება, დაუშვათ რუსთავში ქარხანა იქნება, ფერო შენადნობდა ქარხანა იქნება, RMG Gold იქნება, თუ ანუ სხვილი ინდუსტრიული ობიექტები რაც გვაქვს საქართველოში. მაგაზე ყველაფერზე თან აი რაღაცა ინფორმაციები რაც არსებობს, არის ეგეთი, რომ სინამდვილეში მთავრობის ზედა ეშელონი
მაგ ობიექტებიდან ისე კი არა რომ არაფერს არ შოულობს, ანუ ფინანსური ინტერესი აქვს. სინამდვილეში კარტერული გარიგება. ოღონდ როგორ არის, იცი, აი როცა პრობლემებია მაგ ობიექტზე, მთავრობა რა შუაშია? მაშინ კერძო კომპანია, კერძო ინვესტორი და კერძო მუშახელი ერთმანეთში დაალაგდნენ, მე უბრალოდ კანონს ვიცავ. მაგრამ de facto ის რო იქ მუშაობს, მთავრობის აი ეს ანუ პოლიტიკური ელიტური ჯგუფი, რომელიც ახლა მართავს საქართველოს, მაგისი de facto თანამფლობელია. ოღონდ პასუხისმგებლობები გულისხმობ დავაკონკრეტებ. მთავრობა როგორც იურიდიული სტრუქტურა კი არ არის თანამფლობელი. სინამდვილეში საქართველოში მართველი ჯგუფი, მართველი კლასი ვინც არის, ისინი არიან თანამფლობელი. ისინიც ოფიციალურად არ არიან. ისინიც ოფიციალურად, არაოფიციალური თანამფლობელები არიან, წილში არიან, მაგრამ აქ ლაპარაკი არ არის მთავრობა როგორც სტრუქტურა. აქ ლაპარაკი არის საქართველოში მართველი კლასი, რომელიც აი ბიზნესმენები, რომლებიც სინამდვილეში ვინც ხელისუფლებაში თავისი პოლიტიკოსები ყავთ და როგორც უნდა სვავენ ამა თუ იმაზე თანამდებობაზე ადამიანებს, ეგ ხალხი არის თანამფლობელი. ანუ მან როგორ ადგა საკითხი ახლა იგივე უსმენდი მე გამოსვლებს მიტინგზე და ბევრი გამოსვლელი იძახდა რომ იმედი მაქვს რომ მთავრობა მოგხედავს, გადმოგხედავს რაღაცა იქნებ გავაგონოთ ხმა და ასე შემდეგ. ნუ ბევრი ცხადია ამ თემის მიმართაც სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ეგ იმედები ცოტა როგორ გამოიყურება, იცი, თვითონ მაგ კომპანიის მართველი რგოლი მთავრობის დანიშნულია, მართველი რგოლი ერთ-ერთი პროტესტის საპროტესტო აქციების დროს მოთხოვნა იყო რომ მთავრობა ჩაერიოს და მართველ რგოლად მთავრობის მიერ წარგზავნილი ხალხი დასვეს სპეციალურად, რომ აი აგერ ოღონდ არაოფიციალური თანამდებობის პირები, არა მთავრობის მიერ წარგზავნილი ხალხი, რომ აგერ ჩვენი ნდობით აღჭურვილი ფიგურები არიან ესენი და ესენი ისე წარმართავენ, რომ ჩვენთან ექნებათ კომუნიკაცია. ერთი, ან მთავრობა მონაწილეობს თავისი ნდობით აღჭურვილი პირების სახით და მეორე ასეთი კომპანიების შემთხვევაში შეიძლება აი ქაღალდზე იყოს მითითებული, აი ამასა და ამას ეკუთვნის, აი კოლომოისკის ეკუთვნის ახლა, ხო? მაგრამ ეხლა გვესმის რომ ეს არის პრობლემური კომპანია ფუნქციონირებისთვის, ანუ კომპანია, რომლის პარალიზებაც აქ თუ პროტესტი ხდება, ხშირად შეიძლება მოხდეს ხოლმე. ასეთი კომპანიები შედიან კოოპერაციაში ადგილობრივ გავლენის ჯგუფებთან, მთავრობასთან და მთავრობის ფინანსურ ელიტასთან და წილში ამ ფინანსური ელიტის წილში ჩაჯდომა ხდება ისე რომ არსად ქაღალდზე შეიძლება არ არის გაფორმებული, ოღონდ ესმის რომ ოფიციალურ ფლობელს ესმის რომ აქ კოოპერაცია წილი თუ არ გაუყო მთავრობას ისე აზრი არ აქვს. და მთავრობის ივანიშვილის ფინანსური ელიტა ამის წილშია და არაფერში არ ჭირდება მან ქაღალდზე მეწილეობა, ეგ პირიქით თავის ტკივილი იქნებოდა. ის რომ ისინი წილში არიან, ეგ საიდან უნდა მივხვდეთ, მაგალითად, საიდან უნდა გავარკვიოთ და დავასკვნათ, თუ აი ასე ვთქვათ ვიღაცას არ ჯერა, ხო? გადახედეთ, კაცო, სამთავრობო არხების მაუწყებლობას ამ თემებზე. სამთავრობო არხები ხაზგასმულად აგრესიულად აფასებენ ხოლმე, როცა პროტესტი ხდება, ჭიათურელების დაორგანიზებულ პროტესტზე სამთავრობო არხები იმედი იქნება, პოზიტივი იქნება, ხო, მიზანმიმართულად ცდილობენ იმ პროტესტის გაშავებას და ეგ ხო შემთხვევითი არ არის, ხა ბუნებრივად მთავრობა ვისკენ უნდა იყოს, აი წარმოიდგენ რაღაც კომპანია, რომელზეც ეს რესურსი, ბუნებრივი რესურსი, ის კი არა მოვიდა რაღაცა Toyota-ს ქარხანა აშენასა ვიღაცა მაგ, ხო? არა, აი ბუნებრივი რესურსი გაქვს, მიწაში არის სიმდიდრე. ეს სიმდიდრე უბრალოდ ვის შეუძლია ამოიღოს, ეგრე დააყენა ხელისუფლებამ და გაყიდა, ხო? რა უნდა იყოს მან мотиваცია? мотиваცია არის, რომ ალბათ პირობებს გააუმჯობესებს სამუშაოს და ერთ-ერთი მოთხოვნებში, ერთ-ერთი ჩამონათვალი იყო ერთ-ერთი წინა პროტესტზე, რომ აი საჭმელს რასაც გვაჭმევენო თანამშრომლები ვიძახთ. აი იმის ულუფა გააუმჯობეს, ანუ საჭმელს არაძლევენ წესიერად. პირობები იქნება ალბათ უკეთესი, ალბათ უკეთესი ანაზღაურება იქნება, ალბათ უკეთესი ტექნოლოგიური ხერხებით მოახდენს მოპოვებას, ხო? პირობები რო აჩვენებენ მან რა მდგომარეობა, როგორია, იცი, აი საბჭოთა კავშირის დროს რაც სტალინის დროს რანაირიც იყო, არა, გაუპარესებული დროს რაც იყო, არა, მაშინ ახალი იყო ის ნანგრევებზე. ხო და მან ხო აი წარმოიდგინე, იქ შენი ხალხი აპროტესტებს, ესე იგი
ცუდად არის ხალხი. ბუნებრივი ინსტინქტი უნდა კონდეს რომ ხალხს დაუდგეს. ვისკენ ახლა ხალხის თავრობა ხარ ვიღაცა უცხოელი ინვესტორია მოსული, შენ ხო იმ ინვესტორს უნდა მიაწვე და იდეაში შენი მედიები ბუნებრივად ამათკენ ქართველებისკენ უნდა იყოს. შენი მედია რო ბრაზდება ამ ხალხზე და დანარჩენ მოსახლეობას რო ცდილობს აუხსნას ეს ხალხი ცუდი ხალხი აქ პროტესტს ამათ რამდენი მისცეს ასე რო აჟღერებს ინფორმაციას მან დრო რაღაცა დაინტერესება კორუფციის ეგ რა დონეზეა იცი სამთავრობო არხები კი არა ეხლა ჩვენ რო ამას დავეწყეთ ლაპარაკი და რას ვლაპარაკობთ იცი რა აი შრომელებს ჭიათურლებს ცუდი პირობები აქვთ და რაღაცა უნდა მოხდეს და ანუ ვიღაც შემოვარდა ოცნების მხარდამჭერად და პროსტო ტექსტს აგიკითხავთ აი გასაგები რო იყოს ოცნება რამდენად დაინტერესებულია და მაგის მხარდამჭერები და როგორ ტკივათ ეს თემა რა აი ტიპი შემოვარდა ჩვეულებრივი ნაცების მხარე ხართ შენი ღბულები შემდეგი აი მაგარი ტექსტები ანუ ეს უნდა წაგიკითხოთ იმის მაგივრად ოცნებას დაუდგეთ და მოვიშოროთ ეს მტრები რებს აკეთებთ ანუ ჭიათურაში ხალხი გამოდის წესიარად მამუშავეო და ეს გეუბნება რომ ნაცები დავასრულოთ ნაცები რა შუაში ერენ ჭიათურაში ხალხი მიშას ბიძის შექმნილი სასტავი ხართ მერე ირმა ინაშვილის ეგ სასტავი ალასანიას მიმდევრები არიან მერე მაინც რა გააზრო კიდე თუ ბრძოლები უსაშველობით მოდი მოვიშოროთ და მერე მივხედოთ ამათ აი ტიპიური კოცის ტვინში რა ხდება? ანუ როგორ არის, აი ტიპიური კოცის ტვინში ხდება, ეს რატო წავიკითხე, იცი, კონკრეტულად ამ ადამიანზე კი არ არის. მართლა კოცის ტვინში ხდება ეგეთი რაღაც, აი გამოდიხარ და ამბობ, რომ ბჭო მაღაროელებს პრობლემები აქვს. რა დროს ეგ არის? ნაცები დავასრულოთ. ბავშვები გადავარდნენ თხრილში და მოკვდნენ. რა დროს ეგ არის? ნაცების წისქვილზე დავასხათ წყალი. საქართველოში დემოგრაფიას დედა აქ ნატირები თავზე გვენგრევა ქვეყანა. რა დროს ეგ არის ნაცები დავასრულოთ და ბიჭო რა შეიძლება ამ დედა ნატირებ სიტუაციაში მოხდეს რომ ხმის ამოღების უფლება გქონდეს აი ქართული ოცნების მხარდამჭერმა რა უნდა მითხრას იცი რა უნდა დაგემართოს შენ ისე დაწეროს მაგარი აი რა მომიყევი, იცი, აი, რა უნდა დაგემართოს ან შენ ახლობლებს, ან გარშემო ქვეყანას რა უნდა დაემართოს, რომ მაგაზე ხმა რა მოიღო, ნაცები დავასრულოთ. აი, მაქიდან რომ გამოვა. ანუ თა როგორი თემაა, იცი, გაპროტესტების უფლება გვაქვს. აი, შეიძლება აი, ოცნების მიმართ რაზე შეგვილია საყვედურის თქმა, ვინმე ოცნების მხარდამჭერმა შეგიძლიათ მითხრათ, აი, კაი, დაუშვათ ჭიათურელი მაღაროელები თქვენ როგორც მივხვდი ფეხზე გკიდიათ. რატო არ ვიცი, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ფეხზე გკიდიათ. აი რა მითხარით, იცი? რა უნდა გააკეთოს ან ბიძინამ ან მთლიანად ოცნებამ, რომ გამოვიდე და რო თქვარო ჩათლახობას აკეთებენ წარმომადგენლები, რომ შეიძლებოდეს რა. კიდე რა დრო არ დაწერონ, ნაკლი დაწერონ რა. ნაკლი და ნაკლი არის დრო. აქ არასაკმარისიო გაიგე. კიდე რა მითხარით, ისი ბიჭო, როდემდე უნდა იყოს ეგრე, როდემდე არ უნდა ვიღებდეთ ხმას. რაღაცა ლიმიტი არ არსებობს დროის აი მესმის რომ ცოტა ხანი ხმა არ ამოვიღოთ ნაცებია დასასრულებელი 13 წელი დაუბერდი კაი რაღაცა ახალგაზრდა ვიყავი როცა ეს ყველაფერი დაიწყო და დაუბერდი კაი და რამდენი ხალხი თელ თაობა გარდაიცვა იმ ქვეყნა წავიდა ესენი რომ მოვიდნენ რა ვიცი ბავშვები გაიზარდნენ სტუდენტები გახდნენ ხო რა რა ხდება უნივერსიტეტიდან ანუ ნახე როგორ ხალხი მაღაროში არის გაუსაძლის პირობით და ხელფას არ აძლევს და საჭმელს არ აძლევენ წესიერად და გამოვიდა და საჭმელი ხელფასი და რაღაცა ნორმალური პირობები მოგვეცი და მაგას ვაჟღერებ და ვიღაცას ყოფნის დავხედობა შემოვიდეს და რატო ლაპარაკობთ მაგაზე აი ნახე რა აი სტუდენტი ხო ვიყავი ცოლის მოყვანა მოვასწარი ბავშვი გამიშდა მე დავშორდი ანუ ოჯახი დამეკრა მეორე ცოლის მოყვანა მოვასწარი ბავშვი კიდე გამიშდა და ეს ნაცები და არ დაცრულდა რა ანუ ბოლოს მე მგონი აი რაღაცა ბაბუა ვიქნები რაღაცა წვერია ან ბოლოს შენი შვილი ეყოლება რა და ოცნებას ხმა არ მოიღო შენ და გავამარტი მაგ ხალხისთვის გავამარტებ რა მეგობრებო ნაცები რომ არ დაბრუნდნენ ამას ჩვენ კი ნუ გვეტყვით კაცო
ძალიან მარტივია ეგ რომ არ დაბრუნდეთ ნაცები. ის კადრები, რომელიც გაანადგურა ქართულმა ოცნებამ ნაცების მტკიცებულებები, რაც იყო დანაშაულების მტკიცებულებები, კასრებიდან რო ამოიღო და გაანადგურა, დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი შენახული ექნებათ. თუ შეიძლება მოთხოვეთ ამ თქვენს ქართულ ოცნებას ეს კადრების გამოძიება და გასამართლება რა, ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და ასეთ სისულელეებს დავანებოთ თავი, თუ კი ვინმეს მართლა ნაცების დასრულება უნდა, ეგეთი რაღაცა მოთხოვეთ თქვენ საყვარელ ქართულ ოცნებას, რომელიც კადრების თვითონ გაანადგურა, ის კადრები სადმე მოიჩხრიკოს, კიდევ ექნება და გამოიძიოს და მიყვეს მაგ პროცესს როგორც საჭიროა და ესე რაღაცა ხელფასზე მყოფი ხალხი შემოვარდნენ ხოლმე კომენტარებში და წისქვილზე ნუასხავთ წყალს ასე დონეზე ნაცების დამთავრებას, მოდი ნუ მოვიტყვებ თავს. ეხლა რაც შეეხება მართლა პრობლემას დაუბრუნდეთ ისევ რაც შეეხება მოდი ასე იმ პრობლემას, აი მინდა რას გაუსვათ ხაზი, უყურეთ, აი რა ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო ბოლოს, სადაც სხვაგან გადავედით მე. აი უყურეთ, აი სად არის მთელი უბედურება დამარხული. უყურე, მაღაროში გაჩერებულია, ხო? და აპროტესტებენ მუშები. და ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა. და ამაზე ხელისუფლება გამოდის, სახელისუფლებო არხები გამოდიან და მაგ პროტესტს აშავებს. ხვდებით აი როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომ პროტესტი, რომელიც ხელისუფლებას ეძახის საშველად, იმათ ხელისუფლების ტელევიზიები იმ პროტესტს აშავებს, იმიტომ რომ ბიზნესმენები, რომლებიც წილში არიან, მათი გავლენის ქვეშ არის ხელისუფლება. ანუ ხელისუფლება ხალხის ინტერესს კი არ გამოხატავს. ხელისუფლება გამოხატავს იმ ბიზნესმენების ინტერესს, რომელიც ცუდ დღეში ამყოფებენ იმ ხალხს და ტელევიზიები, მთელი სტრუქტურა მუშაობს იმისთვის, რომ ის ხალხის პროტესტი ჩააცხროს. და რა თქმა უნდა, ეს არის ჩაკეტილი წრეები, ვერაფერს ვერ შეისმენს. მოდი, აი ერთ რაღაცას ვიტყვი და მე მგონი მე შემდეგ თემაზე გადავიდეთ. აი რატოა ხოლმე რომ ასეთი თემების გარშემო, აი მაღაროების გარშემო არის ხოლმე სულ პროტესტები. აი რაღაცა ქარხანა დაიკეტა, ჩვეულებრივ ქარხანა, რაღაცა არ ვიცი მე, ლითონის ქარხანა. ხო, ბევრი ქარხნები და ბევრი კომპანიები დახურულა, მაგრამ მანდ მომუშავე ხალხი რატომღაც აქციებს არ აწყობს. სადმე თქვენ ეგეთი აქცია გაგიგიათ, რაღაცა კომპანია დაიხურა და იმის ყოფილი თანამშრომლები გამოვიდნენ და ეს რა ხდება, ეს კომპანია რატო დაიხურა? იმიტომ რომ მან ლოგიკა არის. ანუ ვიღაც კერძო ადამიანის იყო, ან რაღაც კომპანია იყო და ნუ, რავი, ან გავკოტრდი, ან ნუ სხვა საქმიანობით გავკავდი და გასაგებია, ყოფილი თანამშრომელი იყავი და გასაგებია რა უნდა გააპროტესტო. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ რესურსებს, მანდ სხვა ლოგიკა უნდა მოქმედებდეს. მაგიტომაც არის, რომ მაღაროელი იქნება ეს თუ რაღაც ოქროს მომპოვებელი რაღაცა კომპანია და იქ ვინც აპროტესტებს, მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც საქმე ეხება ბუნებრივ რესურსებს, წიაღისეულს, ნედლეულს, მან სხვა სტანდარტი და სხვა წესებია დასამკვიდრებელი. აი მოვიდა დონაცია, ანუ ირონია არის, ავიატორი წერს, რომ ეკონომიკის თავისუფლების ინდექსით ევროპის 15 ქვეყანას უსწრებ, რა დროს მაღარო არის. ხო, ან მართლა ეხლა TV იმედი რომ ჩართო. ტექსტი არის ეგ. ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში იცი რომელი მაღარო. რა ბიჭო, რავი, აი ჭიათურელ მაღაროელს მაგრად ფეხს ეკიდია. მაგაზეს რომელ ინდექსში მე რამდენი ადგილზე ვარ, ერთი ისიც ის რომ ხელფასი არა უღია, თვეებია. ეგ პირიქით პრობლემაა, ან ნახე,
აი ეს ინვესტორი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მაღარო, იმის თავისუფლების ინდექსი არის მაღალი. ხო და იმას არავინ არ უნდა შეეხო. ეგ უნდა დაჩაგრონ ხალხი და ეგ კარგი კი არ არის. მაგრამ კიდე მაგაზე მაქვს აი მიშას დროინდელი ეგეთი სახალხო პასუხი იყო ხოლმე აბა ასფალტი ვჭამოთ ხო იცი აი აბა გზები ვჭამოთ ანუ მიშაც ხო მაგას ამბობდა რა მე გზები დავაგე ჩემ მე რო მოვედი ელექტროენერგია გაჩნდა ეხლა არის აბა ინდექსი ვჭამოთ ხალხო რა ვიცი ეს ხალხმა თუ არ იგზნო რაც მინდა თქვენი რაღაცა ციფრები და გრაფიკა